საქართველოში სამედიცინო მომსახურების დონე გაუარესებულია. კვლევა საერთაშორისო ფონდ კურაციომ ჩაატარა. ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ჯანდაცვის მინისტრი. ამავე კვლევის მიხედვით არ არის გამორიცხული ახლო მომავალში მედიკამენტებიც გაძვირდეს. სამედიცინო მომსახურების ხარისხი საქართველოში ბოლო 6 თვის განმავლობაში გაუარესდა. საერთაშორისო ფონდ კურაციოს 2013 წლის კვლევაში იმ ექსპერტების რაოდენობა, რომლებიც მომსახურების ხარისხის გაუარესებაზე მიუთითებს, გაზრდილია. სახელმწიფომ გააკეთა არჩევანი, რომ თუ სამედიცინო მომსახურებისგან ხაბარირებს, მაგალითისთვის ვთქვა, 1 ლარიდან 5 ლარამდე, მან აირჩია ის დაწესებულებები, სადაც ფასი მიახლოებულია უფრო 1 ლარისკენ და არა 5 ლარისკენ. იქ მომსახურების შესთავაზებას იმის ხარჯზე, რომ შემწირეს ის ხარჯები, რომელიც სამომავლოდ ხარისხზე იქონიებენ გავლენას. 2013 წლის მეორე ნახევარში ჩატარებული კვლევა ჯანდაცვის სფეროს რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. შედეგების მიხედვით გაზრდილია იმ სპეციალისტების რიცხვიც, ვინც ბაზარზე მედიკამენტების გაძვირებას ვარაუდობს. გამოკითხულთა უმრავლესობა არც სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას პროგნოზირებს. კვლევის შედეგებს ის ექსპერტებიც იზიარებენ, რომლებიც გამოკითხვაში მონაწილეობას არ იღებდნენ. სამწუხაროდ ჯანდაცვის მომსახურების ღირებულება ბოლო პერიოდში მიუხედავად პროგრამისა ყოველთაობისა საკმაოდ მაღალია და ამ თვალსაზრისით არის გარკვეული სიმძიმე ფასის პროგრამაში მონაწილე პირებისთვის და გარკვეული რისკი, რაც უკავშირდება ჯიბიდან გადახდის კომპონენტთან დაკავშირებულ ნეგატიურ მოლოდინებს ექსპერტებისთვის. გამოკითხულთა აზრით, ჯანდაცვის სფეროს კიდევ ერთი პრობლემა კვალიფიციური კადრების არარსებობა. საავადმყოფოებში არც სანიტარული პირობები შეცვლა. ექსპერტი კახა ჯაყელი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის რეფორმას უფრო გაფართოება სჭირდება. ჯანდაცვის სფეროს პოლიტიკის წარმმართველმა, ესე იგი, შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა დააჩქარონ რეფორმისტული მიდგომები ჯანდაცვაში. ჯანდაცვა არა მარტო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, არამედ ხარისხიანი უნდა გახდეს და ჯანდაცვა უნდა გახდეს ორიენტირებული პიროვნებებზე, ადამიანებზე ორიენტირებული უნდა გახდეს. კვლევას დღეს ჯანდაცვის მინისტრის გამოეხმაურა დავით სერგეენკო ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით სამედიცინო მომსახურების ხარისხი არ გაუარესებულა, თუმცა ვითარების გაუმჯობესებაზე მუშაობენ. ჯანდაცვის ხარისხი კი არ გაუარესებულა, არამედ ისევ სიტყვას ეხოთ კვლავ რჩება პრობლემად. ასე ჩვენ ვაღიარებთ და ეს გაცხადებული გვაქვს დიდი ხანია ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ასევე კვლევის ძირითადი ფორმატის მესამე გვერდზე, რომელსაც ასევე დაგიტოვებთ, სასახად წერია, რომ ეს არის მხოლოდ ექსპერტების შეხედულება, არ უნდა მოხდეს მისი განზოგადოება და ინტერპრეტაციას უნდა მოვაკიდოთ ფრთხილად. საერთაშორისო ფონდი კურაციო კვლევას პერმანენტულად ატარებს და მომდევნო დასკვნას 6 თვის შემდეგ დადებს.